ადამიანები, მათ შორის თუნდაც აი ლაშა ჩხარტიშვილი დღეს დედის 40-ზე საფლავზე რომ მიდიოდა ოჯახის წევრებთან ერთად პატრულმა რომ გადმოსვა, ამან რომ აუხსნა ჩავებში ჩასმულმა წვერმოშებულმა ადამიანმა რომ ასეთი დღეა და ხვალ ხელწერილს გააძლევთ რომ მე თვითონ მოვალ და საფლავამდე რომ არ მიუშვეს ეს ადამიანი. ვინ არიან ესენი საერთოდ რომელ საზოგადოებაში გაიზარდნენ? მასწავლებლები ვინ ყავდათ? რა ოჯახში იზრდებიან? საერთოდ რას წარმოადგენენ? რომელ კულტურას წარმოადგენენ? ქართულს, კავკასიურს, ევროპულს? საერთოდ კულტურასთან რამე შეხება თუ აქვს რომელიმე მათგანს? მე გეტყვით, რუსულთან, მეტიც პუტინისტურთან და ყველა მათ შორის იმ მედიის წარმომადგენლებს, რომლებსაც წყინთ პროპაგანდისტული მედიის, როცა ეუბნებიან, რომ თქვენ პუტინის პროპაგანდას წარმოადგენთ და მედიას უნდა იცოდეთ, ამის ლაკმუსის ქაღალდი ხართ თქვენ. ნებისმიერმა რო გადართოს ახლა და ნახნოს მათი ეგრეთ წოდებული ამბების ჩარჩო და ვიორშტკას რასაც ვეძახით ხო სატელევიზიო ენაზე კიდე რუსული რო არ შემორჩენილი თანმიმდევრობა იქ ნახავთ რა არის ახლა პრიორიტეტებში შემოსული ესე იგი ვინ არ ლანძღეს და გადაიკიდეს კოცებმა თავიანთ პროპაგანდისტული საშუალებებს აი უბრალოდ ფაქტები რო ჩამოვთვალოთ ხო შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობა და კარტი არის გაწყვეტილი გაჩერებული გერმანიის ელჩი დღეს პროტესტის ნიშნად გაიწვიეს კონსულტაციებისთვის ბერლინში. ევროკავშირი უბრალოდ ფორმას ეძებს, როგორ არ დასაჯოს ხალხი, მაგრამ როგორ დასაჯოს უმკაცრესად ეს რეჟიმი შეურაცხყოფების გამო და მტრობის გამო. არაბებისა და მუსულმანური სამყაროს იმედი აქვთ დარჩენილი, რომ დასავლეთის გადაკიდების გამო შექმნილი ფინანსური ხვრელი როგორ ამოავსონ არაბულისა ხარიბაშვილი წარმოიდგენთ ხალხო, აი, რასაც ამ კაცს უკეთებენ, როგორც ექცევიან. ის უმრავლესობისთვის კიდევ უფრო გასაგებ ენაზე რო ვთქვათ, ყველაზე ბუნებრივ კოდს, დაბადებით კოდს, რო ასე ექცევიან. ხომ უნდა დაფიქრდეთ რაღაცაზე და დაფიქრდეთ იმაზე, ვის ვერ ახსენებენ საერთოდ. ანუ ამერიკელების, ევროპელების, გერმანელების, ფრანგების, აგერ ფინელების, მუსლიმების მიმართ თუნდაც შეცდომით რომ რაღაცა შეიძლება წამოწდეთ. ერთხელ რატომ არ წამოწდენიათ არაფერი რუსებისა და პუტინის მიმართ. ამაზე ხომ უნდა დაფიქრდეთ. არის თუ არა ეს მტკიცებულება იმის, რომ ეს არის ჩვეულებრივი რუსები არიან. გადაიხადოს მომავალშიც იმის გამო, რომ არიან ჩვეულებრივი პუტინის მონები საქართველოში, რომლებიც აქ აკეთებენ პატარა საპუტინეთს.